საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებიდან დღეს 40 დღე შესრულდა საპატრიარქო ტაძარში. დილიდან მივიდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო, ასევე მღვდელმთავრები და მეუფეები. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისთვის პატივის მისაგებად სიონის საპატრიარქო ტაძარში ღვთისმსახურება 10 საათზე დაიწყო. ადგილზე მივიდნენ ასევე პოლიტიკოსები, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი და დანარჩენები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საერთაშორისო დონეზე ინტერპოლის წითელი ციρკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ის სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ინტერპოლით იძებნებოდა. ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადაციო პროცედურები მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინისა და ყაზახეთის მოქალაქეები დააკავეს. დანაშაული 20 წლამდეან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ვოლოდიმირ ზელენსკი აზერბაიჯანში ჩავიდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება. ადგილობრივი მედიის ცნობით, გაბალაში ვოლოდიმირ ზელენსკისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. დღეს ამერიკის წარმომადგენლები პაკისტანში უნდა გაემგზავნონ, თუმცა ირანის განცხადებით მათი ოფიციალური პირები ამერიკელებთან შეხვედრას და ომის დასრულების განხილვას არ გეგმავენ. ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს. თეთრი სახლის ცნობით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური დესპანი სტივ ვიტკოფი და სიძე ჯარედ კუშნერი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან აბას არაღჩისთან მოლაპარაკებისთვის შაბათს გაემგზავრებიან.